ზოოპარკში ვარ და რამე საინტერესოს ხო ვერ მეტყოდი ცხოველებს. ცხოველებზე? გველის წელი ხო მოდის? გველის წელი მოდის. ხო და ისა. გველს თურმე შეუძლიაო 3 წელი იძინოს გადამულად. რამდენად მართალი არ ვიცი, მაგრამ ისერთან საჭმელს არ მოშივდება. ვა, ჩემო ბატონო. და ის არის კიდე. დელფინებს რო ძინავთ, საერთოდ ღიაა და ესე ძინავს. აშკარად გიცნობ, ხო? იმიტომ რომ სიძილზე ლაპარაკა. ნახე, აი ირმების ოლიერთან ვარ. ირმებზე რას მეტყვი საინტერესოს? ირმებზე? ან თუნდაც ზებრებზე, ზოგადად ცხოველებზე. ირმებზე რას გეტყვია ძალიან ლამაზია. ხო, არაფერი იცი? აი მე მაგ კარგი იდეა. აბა. ისეთი მცოდნე ადამიანია ძალიან ახლოს აქვე. მივიდეთ და ვკითხოთ ირმებზე, ძაღლებზე, გველზე, დელფინზე. წავიდეთ? წავიდეთ. ბიჭო, ახალი დღეებია და კიდევ ერთხელ მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს 2025 წელი და უსურვოთ ყველაფერი კარგი. გადასარევი და რაც 2024-ში ვერ შეისრულეს 25-ში აუცილებლად და ჯანმრთელობას ვიტყოდი მე ჩემოდათ. და სიყვარული ძალიან ბევრი. კი ბატონო. და ხო ნერვიულობ ხოლმე ყოველი ჩაწერის წინ, მაგრამ ეხლა ისეთი სასიამოვნო ისამოს. ზოოპარკში ვართ თან ბატონ ზურაბთან, რომელიც ჩემთვის და ყველასთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია და დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის და ეს პატივცემულის რო გაგვაცხადეთ. ხო, ბატონ ზურაბთან და სახელი აქვს ჯერ? სახელი ჯერ არ აქვს, ძველი სახელი არის სიმბა. ეხლა ეს სუახილის ენაზე ლომს ნიშნავს, მაგრამ როგორც წესი ამეთი ხვადლონს აღნიშნავენ, ასე რომ სახელის შესვლა მოუწევს. დედრი ლომი სუახილის ენაზე არის სიმბაჯიკე. რაც ცოტა რთული სახელი იქნება. არა მარტო ლომისთვის, არამედ ჩვენ. და ეს ძუა. ეს ძუარი კი. შესაბამისად სახელი აშკარად შესაძლებელია. წარუდგინოთ მაყურებელს ჩვენი სტუმარი, ზოოპარკის დირექტორი ბატონი ზურაბ გურიელიძე. და აუცილებლად ვახსენოთ ჩვენი მხარდაჭერი, ჩვენი პარტნიორი სექტორი D3, რომელიც გვანებიურებს არაჩვეულებრივი პურით ახალ წელსაც, ძველ წელსაც და მთელი წლის განმავლობაში. მთელ საქართველოში შეუძლიათ. არა მხოლოდ მთელ საქართველოში კი ბატონო და კიდევ ერთხელ გამარჯობა და კიდევ მადლობა ბატონო ზურაბ. მადლობა თქვენ ინტერესისთვის და ბავშვობით დავიწყოთ ხო ლადო? რა თქმა უნდა. ბატონო ზურაბ, თქვენი ბავშვობის და არის პირველი კითხვა ასეთი გადაუწყვეტეთ და გვესვა. ბავშვობაში ყავდათ სახლში ცხოველები? იცით როგორ სახლში ცხოველები არ მყავდა, მაგრამ მყავდა თქვათ ეზოში, ასე თქვათ მოჩვეული ძაღლები, რომელსაც ასე უბლიდი. და ნუ ეს ფაქტურად შეიძლება ჩათვალოს, რომ მყავდა რამოდენიმე ძაღლი. შენ არ ვიყავდა ხოლმე რომ ვიპოვიდი ქუჩაში ძაღლებს? კი, სახლში არასოდეს ყოლია ჯიშიანი ძაღლი. ყოველთვის ქუჩიდან მოყვანილი ძაღლები მყავდა, ერთი განსაკუთრებით მიყვარდა. არც პუდელი იყო, აი მსგავსი იყო პუდელის, არც რაღაც პუდელის მსგავსი ჯიშია სახელი დამავიდა. აი რაღაც ხოულის და ბიჭიკო ერქვა. და ბიჭიკო რატო ერქვა? მანამდე კატა მყავდა, რომელსაც ერქვა ნაზიკო. და ბიჭიკია და ნაზიკია სამბავში და ესე იგი უსაყვარლესი ძაღლი იყო და არასოდეს ყებდა 4 წლის იყო, 4 წელი ყავდა, 3 წელი ისე გავიდა რომ არ დაუყეფავს. და ერთ დღეს მოვიდა ჩემი მეგობარი და არ ვიცი რატო იმას დაუყეფა. ისე გაგვიხარდა, იმ მეგობარს ვხეცოდი რომ ხშირად მოსულიყო რომ კიდე დაეხეფა. ბატონ ზურაბ, რა მაინტერესებს? გველის წელი მოდის. გველთან დაკავშირებით ძალიან ოდიოზური ფიგურაა. ხალხს არ უყვარს რატომღაც და რატო? ხალხს არ ვიცი, ალბათ ეს ჯერ ერთია, როგორც წესი ხალხს არ უყვარს ის, რაც ის შესახებაც ძალიან ცოტა რაღაცა იცის. გარდა ამისა, ზოგადად არა მარტო დღეს, ხო ზოგადად გველს მოყვება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოყვება ეს ასე თქვა ცუდი სახელი, ხო? რაღაცა ნუ აქვს გარკვეული ესეთ მართლება, რადგანაც ზოგიერთი გველი შხამიანია და ძალიან სახიფათო ცხოველია, თუმცა გველების უმეტესობა აბსოლუტურად უწყინარი ცხოველები არიან. ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ მშობლები ამ რეზით რომ უყურებთ გველს, ბავშვი ხედავს და გადაედება. კი, რა თქმა უნდა, ბავშვებს ასწავლო, რომ ყველაფერი ეს რაც კი მოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, დასწავლა ხდება ბავშვებიდან. ეს ამასთან დაკავშირებით, აი ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრი და მათ შორის ერთ-ერთი გაკვეთილი ტარდება ეზოტარიუმში, სადაც ბავშვებთან გამოყვავს გველი თავისთავად, რა თქმა უნდა, უწყინარი, უშხამო და აი, როდესაც როგორც წესი, როდესაც გველი გამოყვავს, ხო? ბავშვები აღფრთოვანებულები არიან და მასწავლებლები, მშობლები პირიქით. ცდილობენ რომ გავიდენ, თუმცა ნელ-ნელა ესეც იცვლება. 2 წელს იყო ჩემი ნისიმე და აქ ვიყავით. გველები ვნახეთ, გაგიჟდა იმდენად მოეწონა, აი შუშაზე ხელს უთყავდა რომ მოიხედე და აი გადაირია.
თავის ენაზე როგორც ამხსნა, ყველაზე კმაყოფილი დარჩა გველებით. აი შარშა რო იყო უკვე იქ გახედვა აღარ უნდა და გველის უკვე ეშინოდა. ჩემგან და ჩემი მეუღლიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ ვერ აგვაქვს ფლატ. ესეც ალბათ თქვენი ასე ვთქვათ, საუბრებიდან წინაპრები და ასე. ჩემი მეუღლე უბრალოდ ფოტოც რო დაინახოს, აი რაღაც პანიკები ემართება ხოლმე. პირველად არ გავუბედე შესვლა. ჩვენი ზოოპარკის, რა ქვია ზუსტად იმ სადაც გოლებია? ხო. და აი რაღაცნაირად ვიყავი, აი დაძაბული ვიყავი ძალიან. სად მინიხარ, სად იყავი აქ? და ისე ძალიან ჭკვიანია ხო გველი? არა, რა გითხრათ. არა, ნამდვილად ინტელექტის ნამდვილად არ გამოირჩევა, ეს საკმაოდ ესეთი არ არის ესე ვთქვათ, ზუმწოვრებს და ფრინველებთან შედარებითაც უფრო ნაკლებად განმეორებით განვითარებულია, თუმცა ეს არც არ ნიშნავს, ეს არის განვითარებული იმ დონემდე, რა დონემდეც საჭიროდ ჩათვალა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ევოლუცია და იქამდე მივიდა, ასე რომ ის არის შეგუებული იმ ცხოვრებას, რა ცხოვრებასაც ეს ეწევა. ძალიან პრიმიტიულად რო ვთქვათ, მარტივად. არც ერთი გველი აგრესიული არ არის და თავს არ ესწრებს ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანი მისი საკვები არ არის. ერთადერთი ესწრებს თავს, როდესაც სხვა გამოსავალი არ აქვს. აი მაგალითად, როცა ფეხს დააბიგებენ, ან როდესაც მიკროფონი მოეწონა და ეთამაშე. მიკროფონს თავი დაანებენ. მე შენ ჩაგწერენ. მე მგონი ხელში დავიჭირო ჯობია. მიკროფონი? ხო. სხვა მოიცა ასეთ რამეს ვიზა. შეგვიჭამს. მორჩა. და მაგას ეგლოკოს არ არის. არა. ეგალოკოს. გველის გონიერება იმას ქვენით დავადგინეთ ლადო და ბავშვობაში ცოტა უცნაური ის ქონა ჟირაფის მიმართ ბატონო ზურაბ მაღალი რო იყო და შესაბამისად ის ტვინიც ტანიდან შორს იყო მეგონა რომ არ იქნებოდა ის ჭკვიანი თუ ვერ მიაწოდებდა ტვინი დროულად სხეულს ინფორმაციას რაღაც მოგეთ არ მეგონა რომ ჭკვიანი ცხოველია მეტი ჟირაფი როგორია იცით რა ყველა ცხოველს განსხვავებული დონის ინტელექტი აქვს თავისთავად ესე არის მაგრამ რო ხა გველთან შედარებით კაცი რა თქმა უნდა ზუზუმწოვარია და ზუზუმწოვრები ზოგადად საკმაოდ განვითარებულები ინტელექტუალურად საკმაოდ განვითარებულები არიან ასე რომ რა ეს სიმაღლე მას არაფერში არ უშლის ხელს ინფორმაცია ასე ვთქვათ ელექტრონულად გადაეცემა ის ვთქვათ რომელიც ჩვენ ორგანიზმში ასე ნეირონები რომლებიც ერთმანეთთან უკავშირდებიან და ინფორმაციას გადასცემენ ვთქვათ აი დაახლოებით ისეთივე მოწყობა როგორც აი მოგდენი როდესაც კაც დაახლოებით ასე რომ არ დაუგვიანდება ინფორმაციის გადაცემა ნამდვილად. აი, არ შეიძლება ხა ჟირაფს ეს კითხვა არ დავსვა. თბილისის ზოოპარკში ჟირაფი იყო. თბილისის ზოოპარკში ჟირაფი იყო 1962 წელს. იყო ორი ჟირაფი, ძალიან სულ რამოდენიმე თვე და დაიღუპენ. უი. კი, მაგრამ საკმაოდ რთული შესანახი ცხოველი. მისი ასე თქვა ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ბრაუზერია. ხო, ბალახი ჭამის საკმაოდ ბალახის ხელაკისერიც მოხრართული იქნება. საკმაოდ თივასაც კი ხა ზედა თივას აჭრევენ ზოოპარკებში რა თქმა უნდა. მაღლა კიდებენ ხოლმე. რო შესაბამისად გაუმარტივდეს ჭამა. სად მიდიხარ, სად წახვედი ახლა? ჩემთან გინდა წარმოვიდი რომ ლომთან ეგრე ახლოს ვიყოდი მამა ჩემ შეუძლია, დედა ჩემ შეუძლია თქვა ერთი ძე მაინც გავზარდე ლომებთან მეომარიაო. გადავიდეს იქით წავიდეს. ის თავის აწოლია და ისეთი ცხოველი არის რომელიც განსაკუთრებით რაღაც აღფრთოვანებას იწვევს თქვენში ყველა ცხოველი აღფრთოვანებას იწვევს შემში მართალი გითხრათ განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ნელ-ნელა ვეცნობით ამ ცხოველებს და ის ინფორმაცია ბოლო პერიოდში უბრალოდ რადგანაც ძალიან დაიხვეწა კვლევის ტექნიკა და ტექნოლოგია გასილებით უფრო მეტ ინფორმაციას გებულობთ ეხლაც თუმცა ყოველთვის აი განცვიფრებაში მოგიყვანთ თქვათ მეათი განსაკუთრებაში იმიტომ რომ წარმოდგენა ერთია ჩვენ რაც გვაქვს და სინამდვილეში გაცილებით სხვანაირები არიან. გამიგია გამოთქმა ასეთი თევზის მეხსიერება. მომენტალურად რა ვიწყდებოდ ყველაფერი და ნემო როა მულტფილმი მანდაც ის მეორე დორი რო ეძებს მომენტალურად ავიწყდება ყველაფერი და მართლა ეგეთი თევზის შემთხვევაში ესე აი მულტფილმები რაც არის ხო ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგად არის აღებული ბიოლოგიური ინფორმაცია და როგორც ჩანს ამ ინფორმაციას აწოდებენ კიდევაც რომ რაღაცა რეალისტური ნოტები შეიტანონ. ანუ ერთგვარად კარგი საგანმანათლებლო რესურსია მულტფილმი. რა თქმა უნდა იგივე ნემოში ძალიან საინტერესოდ არის ნაჩვენები თუმცა რა თქმა უნდა ახლა თუ პირდაპირ გააკეთე ისე
რაც ხდება, საინტერესოა, ძალიან საინტერესო, არანაკლებ საინტერესო არის ვიდრე ბოლთველი, მაგრამ უკვე სხვა ჟანრია. მამასთან ურთიერთობას მინდა შევეხოთ თქვენ და მამას ურთიერთობას. მამა თუ გასწავლიდა ცხოველების სიყვარულს, თუ გელაპარაკებოდათ, გესაუბრებოდათ ცხოველებზე? მამა ჩემი იყო მშენებელი ინჟინერი, ცხოველებთან მას ნაკლები შეხება ჰქონდა, თუმცა ცხოველებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ესეთი რაღაცა საუბრები ცხოველებთან დაკავშირებით არ ქონია. და საიდან გადაწყვეტეთ, რომ აი ამ დოზით ყოფილიყავით ცხოველებში ჩართული? რამ გიბიძგათ? არ ვიცი მართალი გითხრათ, იმიტომ რომ პატარობიდანვე რაც თავი მახსოვს, ასე თქვა, ცხოველების მიმართ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება. რომელიც შემდეგ გადაიზარდა. იგი ფიქრიათ ბავშვობაში? აი ეს როგორც კი გავიგე რომ არსებობდა ეს იყო სადღაც ძალიან ადრეულ ასაკში თუ არ ვცდები, სადღაც მე-4-მე-5 კლასში ვიყავი, როგორც გავიგე რომ არსებობს თურმე ესეთი პროფესია, რომელიც ცხოველების შეიძლება იყოს დაკავებული, მაშინ გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი ცხოველებით დაკავებული. და აქამდე არ შემიცვლია შეხედულება ამასთან დაკავშირებით. თქვენი დისერტაციის 99 წელს რო დაიცავით საკანდიდატო დისერტაცია სახელწოდება მომეწონა თუ რაღაცნაირი უпростоრად რა მიიქცა ეს ყურადღება და მე გამახსენდა რომ მქონდა ეს დალექილი კეთილშობილი ირმის პოპულაციაზე კეთილშობილებზე მოკლედ დისერტაცია კეთილშობილი რატო დაერქვა რათვისებიდან გამომდინარე თუ უბრალოდ არა ვიზუალურებიდან გამომდინარე და როგორც ჩანს ქართულში შემოვიდა მაინც ეს მთლიანი სახელწოდება კეთილშობილი ირემი შემოვიდა როგორც ჩანს რუსულიდან იმიტომ რუსულში ქვია ესე ხო და ზოგადად ინგლისურად წითელი ირემი ქვია და ქართულში ალბათ მხოლოდ ირემი უნდა ერქვას იმიტომ რომ აი თუ მაგალითად სხვაგან არის აი ინგლისურში მაგალითად არის red deer არის ირემი roe deer არის და სხვა ისინი არიან ჩვენთან ყველას თავის სახელი აქვს და უბრალოდ სახეობის იმისთვის რომ დაგვეს დაზუსტებისათვის ხო არის არის კეთილშობილი ირემი ლათინურადაც ესეა პრინციპი საიდანაც არის ცერუს ელაფუს არის ის ლათინური სახელწოდება რომელთანაც ალბათ ჯერ რუსულში გადავიდა მე ჩვენთან შემოვიდა და ამიტომ დარჩა ეს სახელი მე თვითონაც შემიძლია ბუნებრივი ინფორმაცია მომიძებინა მაგრამ მინდოდა ეს კითხვა დამისვა ძალიან გარეგნობიდან გამომდინარე დაერქვა კეთილშობილი ძალიან მაგას საოცარი ცხოველია აღფრთოვანებას დაიძინა აღფრთოვანებას რო იწვევს შუადღის ძილით წინავს მაგეთი ეს თავისი ესეთ განსაკუთრებით ეს რქებით და ხო და ისინი წავიკითხეთ წელიწადში ერთხელ იცვლის რქებს გაზაფხულზე რქებს ყრის და ამოდის ახალი რქები და ძალიან საინტერესო პროცესია მას თავისი ფუნქცია აქვს ძალიან საინტერესოდ იცვლება ქცევა გინახავთ ეს უშუალოდ ეს პროცესი რა თქმა უნდა ანუ ზოოპარკის პირობებში ხდება ჩვეულებრივ შეცვლა ჩვეულებრივად რა თქმა უნდა ყოველ გაზაფხულზე ირმები რქებს ყრიან და შემდეგ ამოდით ეს რქები ზოოპარკში უფრო ნაკლებად დრამატულია ეს პერიოდი. აი ბუნებაში გაცილებით უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ზოოპარკში მაინც ხდება შენარჩუნება. ბუნებაში კარგავს მნიშვნელოვან იარაღს, ხო, რომელიც ძირითადად გამოიყენება თავიანთ თანამოძმეებთან. არა მტაცებლეთანაც გამოიყენება, მაგრამ მტაცებლებთან ფეხებით ძალიან ეფექტურად იყენებენ ხოლმე. ძირითადად მაინც ეს არის მათი თანამოძმეებთან ურთიერთობის გასარკვევი იარაღი. და აი ამ დროს უკვე იცვლება მათი ქცევა და ძალიან საინტერესოა. ანუ როცა რქა აქ მოცვლილი, ანუ ურქოდ როცა, მაგ დროს სუსტად ითვლება და ვეღარ ბრძოლობს თანამოძმეებს. და როგორ არის აი როდესაც რაც უფრო მაღალია იერარქიაში, მათ ასეთი პერიოდულად იერარქია აქვს მიუხედავად იმისა, რომ უცნაური სოციალური სტრუქტურა აქვს, მამრები ცალკე ცხოვრობენ, დედრები ჯგუფებად ცხოვრობენ ხოლმე, მიუხედავად ამისა ეს იერარქია მაინც შენარჩუნებულია. და ამ იერარქიას მნიშვნელობა აქვს გამრავლების პერიოდისთვის მხოლოდ და მხოლოდ. და აი აქ არის, როდესაც კარგავენ რქებს და იერარქიის დონე განისაზღვრება რქების სიდიდით, ან პირიქით უпростоრად, როგორც სახელმწიფო კვლევა დაადგენეს, რომ სწორედ იერარქიის დონე განსაზღვრავს რქების სიდიდეს. რაც უფრო დიდი რქა აქვს, უფრო მაღლა. რაც უფრო მაღალი რანგის არის, მით უფრო დიდი რქები აქვს. და არა პირიქით. ანუ თუ იერარქიაში მაგალითად შედარი პატარა რქიანმა ირემმა თუ იერარქიაში აიწია მაღლა, მომავალ წელს რო გამოისვლის, მას დიდი რქები ექნება.
უი რა საინტერესოა. ეს ბოლო კვლევებმა დაადგინა და ძალიან საინტერესო მექანიზმია ამისი, რომელიც ეს არსებობს სამუშაო ჰიპოთეზაა, ასე ვთქვათ, ბოლომდე დადასტურებული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაცია სწორედ ამასა და ამ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ფიზიოლოგიური ახსნა აქვს და როდესაც ეს ერთი შემთხვევით რაღაც ცოტა მისტიურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან მარტივად ჰორმონების თანაფარდობაზე არის დამოკიდებული ხოლმე. კარგი, ესე ირემზე რო გავაკეთეთ რაღაც აქციები. ხო, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავიგე. ეხლა ვიფიქრე ჩემო რომ ყველა ცხოველზე სათითაოდ გითხავდით მეთქი რომ შეიძლებოდა ძრო და კი ბატონო, ჩემს გაცილებით უფრო ადვილია ცხოველებზე საუბარი. ბავშვები და ცხოველები. ბევრგან წამიკითხავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში ცხოველი. რატო? იცით რა, ცხოველებთან ჯერ ერთი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არ არის დედამიწაზე. მას თავიდანვე უნდა მიეჩვიოს, რომ მას ყავს, ასე ვთქვათ, ის არსებები, რომლებიც მასთან ერთად იყოფენ სამყაროს, ხო? ეს ერთი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხოველებისას. გარდა ამისა, ცხოველებთან ურთიერთობით ბავშვი სწავლობს ძალიან ბევრ რამეს. სწავლობს ურთიერთობას სხვადასხვა, ასევე როგორც ცხოველი. თამაში, ხო, მნიშვნელოვანი, როგორც ბიოლოგი მე შემიძლია ვთქვა, უფრო ცხოველებთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ იგივეა ადამიანებში. თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დასწავლის პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი და სწორედ ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობა და მათგან ძალიან ესეთი დადებითი ემოციები მოდის ხოლმე როგორც ყოველთვის, როდესაც ცხოველთან გაქვთ ურთიერთობა. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რომ თქვენ წარმოიდგინეთ როგორც კი აი რაც უთ ხასიათზე არ უნდა იყოთ, თუ მაგალითად სახში ყავთ კატა, როგორც კი მოდის კატა, მაშინვე რაღაცნაირად სხვა ხასიათზე დგებით და როგორ გიალერსებათ, ასე რომ აი სწორედ ესეთი ძალიან ბევრი ძალიან ბევრი რამე ხდება შემდეგ ამ ურთიერთობის გამო იცვლება დამოკიდებულება ადამიანის სხვადასხვა სიტუაციების მიმართ, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ცხოველის ყოლა. კი, მნიშვნელობით როგორ არის, ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ სახში ყავდეს ცხოველები, თუმცა ცხოველებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან ბევრგან, მათ შორის მაგალითად ზოოპარკების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ ბავშვებს ასწავლოს ცხოველებთან ურთიერთობა. და არის ასეთი მიღებული თეორია, თუ უფრო მეტი წარა, რომ რაც უფრო მეტი ურთიერთობა აქვს ცხოველებთან, მით უფრო წარმატებულები ხდებიან და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა. ბატონო ზურაბ, მე ისევ იქით წავალ თქვენ კარიერას გავიხსენებ. 7 წელი იყავით ნაკრძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ნადირთ მცოდნე. კი ბატონო. არ იყო რამე ისეთი ისტორია, ან რაღაც ისეთ შემთხვევას ხომ არ შეხვედრილ ხართ? ან ძალიან საინტერესოს გულის ამაჩუყებას შემზარავს რაღაც მოსაყოლი ბევრი გექნებათ ალბათ. მეცით რა შემზარავი და გულის ამაჩუყებელი, რა გითხრათ ძირითადად, როგორც პროფესიიდან გამომდინარეობს, ძირითადად ეს პერიოდი ტყეში მქონდა გატარებული, სხვადასხვა ცხოველებს ხვდებოდით. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი. საშიში შემთხვევა თუ საშიში შემთხვევები ძალიან ბევრი იყო, რა თქმა უნდა. აი მაგალითად სახიფათო მტაცებლებთან შეხვედრა ყოველთვის გარკვეულად საფრთხეს წარმოადგენს. ამ დროს საჭირო არის, რომ კონდეს შესაბამისი ქცევის წესები გამუშავებული, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს, თორე მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თანამდებობრივად მეკუთვნოდა ტაბელური იარაღი, არასოდეს ტაბელური იარაღი არ გამომიყენებია. თუმცა ძალიან ხშირად ხონდა ყველაზე უფრო სახიფათო ცხოველი საქართველოში არის, ეს არის დათვი, თუმცა გულახდილად რო თქვა, არც ირემია ნაკლებად სახიფათო, ასე რომ ესეთი სახიფათო შორის არც კეთილშობილი ირემი. განსაკუთრებით ყვირალობის დროს ხონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც აღრიცხვას ვაწარმოებდით ირემს მე და ჩემი მეგობარი და გამოგვეკიდა ხარირები და ძალიან დიდი ხანი მოგვიწია ხეზე გაგვეტარებინა სანამ არ დაწყნარდებოდა ავასწარით ხეზე, იმიტომ რომ გაქცევით ვერ გაასწრებ და ხეზე ირემი ვერ ამოდის. დათვთან იგივეს გამოყენებას არავის არ ურჩევა გაქცევას ანებას. პირიქით უნდა გაჩერდე და ეს ძალიან უამრავი ესეთი შემთხვევები იყო. დათვთანაც ქონიათ ეგეთ შემთხვევები? კი, ბევრჯერ. აუ დრო წარმოვიდგინე იმას ვფიქრობ და როგორ უნდა მოიქცე, იმიტომ რომ იმ რთული პერიოდის დროიდან გვახსოვს ვიღაც კაცი რო გვირჩევდა აშმალახაო თუ რაღაც. აშხალაო. ეგ არ უშველის, მაგრამ არაფერი მსგავსი არ უნდა გააკეთოთ, არანაირი მკვეთრი მოძრაობები, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ის არის მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ძალიან ადვილი სათქმელია. ხო, შეასრულებლად ცოტა გაცილებით უფრო რთულია და
აი მაგალითად თუ გაჩნია იმასაც მნიშვნელობა აქვს როგორ ხვდებით ანუ ეს წინ არის გვერდზე არის თუ როგორ არის აი გაქცევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაქცევა არა მარტო ბუნებაში ხო აი რომ მაგალითად ზურგით დადგომა ცხოველთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ახდენს პროვოცირებას მათი თავდასხმის ამიტომაც ეს მაქსიმალ არ უნდა ცხოველი არ აპირებს თავდასხმას ადამიანზე თუ ეს აპირებს თავდასხმას ადამიანზე ის ვერაფერი არ გადაგარჩენთ უკვე და ჯობია დაგესხათ თავს ალბათ რაც უფრო სწრაფად მაგრამ ესეთი ბუნებაში არ ხდება როგორც წესი თუ ცხოველი ჯანმრთელია თუ ცხოველი ნორმალურ მდგომარეობაშია ის არასოდეს თავს არ ესხოს ადამიანს ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ რომ არ მოახდინოთ მათი თავდასხმის პროვოცირება ჩვენ განცემ მამაშვილობაზე ტრიალებს და მინდა კითხა დედის ინსტინქტი ცხოველებში გამიგია რომ ძალიან გამზაფრებულია ბევრ ცხოველში მამის ინსტინქტები თუ არსებობს ცხოველებში როგორ გააჩნია ცხოველებში აი ცხოველები რომლებიც ესეთი მონოგამურად ცხოვრობენ იქ მამა ძალიან აქტიურად არის ჩართული თავის შვილების აღზრდაში მაგალითად მგლებში ვირა საინტერესო. ნუ მგლები ოჯახურად ცხოვრობენ და ძალიან ხშირ შემთხვევაში და ჩვეულებრივად ისინი პატრონობენ თავიანთ შვილებს, რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ აწოვებენ, მაგრამ მათი მოვლა, დაცვა, საკვების მოტანა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ინტენსიურად აკეთებენ. ლომებს ცოტა უფრო სხვანაირად არიან, ისინი როგორც თქვა, ჩვენი გაგებით არც ისე კარგი მამები არიან ლომებში. მაგრამ მათ ასე ვთქვათ, ძირითადი პოზიცია ტერიტორიის დაცვა არის და მათი სრულიად საკამარისია ხოლმე. ძირითადად ძუები მუშაობენ. ახლა სტრუქტურაც, სოციალური სტრუქტურაც, აი ლომებისა და მგლების საკმაოდ განსხვავებულია. ისინი მონოგამები არიან და მხოლოდ ოჯახებად ცხოვრობენ. ანუ დედა, მამა და შვილები, ასე ვთქვათ. და ლომებში ეს არის ვთქვათ ერთი ხვადი და რამოდენიმე ძუ. რომელსაც ეს ხანგრძლივი პოლიგამია ქვია, მაგრამ დიდხანს განმავლობაში ინარჩუნებს ამ იმას. ლომების იმას პრაიდი ქვია, თლიანად და შესაბამისად იქ ძირითადად ძუებია, ენაცვლებიან ერთმანეთს და მამრის ჩართვის აუცილებლობა არ არის. ბუნებაში ხდება იმის და მიხედვით თუ როგორი საჭიროება ამისთვის არსებობს. რა კონკრეტულად დაწერილი გეგმა არ არის. ხო, არ არის. ის როგორი საჭიროებაც არსებობს, ისე ხდება თქო ევოლუციის შედეგად ამის ყველაფრის ჩამოყალიბება და რაც უფრო წარმატებული და ოპტიმალური არის იმ პირობებისთვის და იმ სახეობისათვის. აი ესე ხდება ეს ჩამოყალიბება. და ანუ და რა თქმა უნდა თვითონ სახეობიდან გამომდინარე მათი ასე ვთქვათ ფიზიკური მონაცემების და ასე უამრავი ანუ ყველა ნებისმიერი ყველა ფაქტორი რაც გარშემო არსებობს ყველა ფაქტორი მონაწილეობს თორსა აი ესეთი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. ეხლა მე ისე სხვანაირი კითხვა უნდა დავსვა. ბატონო ზურა, კვირა არის და კვირაობითაც მუშაობთ არის ვერა. ჩვენ მუშაობთ ყოველდღე. ნუ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ცხოველებმა მაგალითად შაბათ-კვირას დასვენების დღეებში არ ჭამონ, ხო? არ დაულაგოთ ტერიტორიას, არ მუშაობთ. ზუსტად ეხლა მთელი შემადგენლობა რა თქმა უნდა არ არის ზოოპარკში თქვა ის სამსახურები რომელიც აუცილებელი არ არის ეს დღეებში მუშაობდნენ ისინი ისვენებენ. ინფორმაცია თუმცა ხშირად ისინიც მოდიან. ტოკიოს ზოოპარკზე იყო თუ სწორად მახსოვს, ყოველწლიურად 2 თვით ისვენებს ზოოპარკი მოკლედ რომ ცხოველებმა დაისვენონ ადამიანებისგან და მიღებული პრაქტიკაა ისინი. არა, ყველგან არა ეს იაპონიაში, ზოგან ესე აკეთებენ, ჩვეულებრივად ზოოპარკი მუშაობს სულ, უბრალოდ უნდა იყოს ისე მოწყობილი თითეული ვოლიერი, რომ ცხოველს ჰქონდეს მას თავის განრიდების შესაძლებლობა. თავი განარიდოს ხალხმრავალ სიტუაციას, დაიმალოს თავის იმაში. ასეთ შემთხვევაში ის კომფორტულად არის. აი ესენი უნდა იყოს გათვალისწინებული. აუცილებელი არ არის რომ დაისვენოს იმათ, აი მაგალითად, ვიცი რა როგორც ჩვენ ვათვალიერებთ, ისინიც ასევე გვათვალიერებენ. აი, როდესაც ლოკდაუნის დროს, როდესაც ზოოპარკი დაკეტილი იყო საუდიის განმავლობაში, მაგალითად ჩვენი სპილოები ნებისმიერ გამრავლეს დიდი ინტერესით მისდევდნენ ხოლმე. ვინმე რომ შემოვიდოდა შემთხვევით. მონატრებულები იყვნენ საზოგადოებას. სპილოების აკლემიის ისინი, როგორც ვინმეს დაინახავდნენ, ეგრევე მორბოდნენ და ხულოდ ანუ ეს მათთვისაც რაღაც გარკვეულ გართობას წარმოგართულ ჭალებში წარმოადგენს. აუ სპილოები რომ მოიყვანეს. ოპ შემეშინდა სპილოები რომ მოიყვანეს. მალევე წამოვიყვანე ბავშვები, იმიტომ რომ მეც დიდი ხანი აღარ მყავდა ნანახი და რომ მოვედით აი ესე კაი ხანი ვდგევარ და გაშტერებული უყურები და ერთ-ერთ მას ხორთუმი წამევდა
რაღაცა წყალი მომასხათ თუ აი საოცარი არსებები არის. ძალიან ლამაზები და სპილოს აქვს ხო კარგი მეხსიერება. კი, არა, მარტო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინტელექტუალურად განვითარებული ცხოველია დედამიწაზე. მაიმუნები ძალიან განვითარებული, ძალიან ინტელექტუალურად ძალიან განვითარებულები არიან. თუ სხვადასხვა დონეზე, მაგრამ აი ყველა თითქმის საკმაოდ კარგად არიან განვითარებული. ის მაიმუნებში ის მახსოვს საიდუმლო კუნძულში ორანგუტანგს რო იმას ასწავლიან საჭმელების მომზადებას და ეგეთ რაღაცებს და ნუ როგორც საჩანს რეალობაშიც ხდება თორე ახლა ჟიულ ვერნს არ დაესიზმრებოდა ეგ ყველაფერი. ხო, არა, ცოტა ეხლა რა თქმა უნდა ჟიულ ვერნთან როგორც აი რაღაცა უტრირებულია ყოველთვის. თუმცა ასწავლიან ხოლმე, ნუ ეს უფრო ცირკის მიმართულება არის, ბუნებრივად მათ ასჭირდება საჭმელების კეთება, ამიტომ დაიწყებდნენ. აუცილებლად მინდა გკითხოთ აი ცირკი. საზოგადოებაში არის ორნაირი დამოკიდებულება ცირკზე, ზოგს უყვარს, ზოგი კატეგორიულად ემიჯნება, რომ ეს არის ცხოველების წვალება, წამება, დისკრიმინაცია და ასე შემდეგ. თქვენი გადმოსახეთი აი ზოოპარკის ხელმძღვანელობის, ზოოპარკში დასაქმებული ადამიანების კუთხით რამდენად საჭიროა ცირკი? ცირკი როგორ არის ცირკი და ძალიან ხშირ შემთხვევაში დავამატებ, რომ პარალელს ავლებენ ზოოპარკს და ცირკს შორის. ეხლა აქ ორი ძალიან განსხვავებული საქმესთან გვაქვს საქმე. ზოოპარკი ეს არის სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ცხოველებთან, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის და მათი ბუნებაში რიცხოვნობის აღდგენისათვის, რისთვისაც საჭიროა უამრავი ინფორმაციის მიღება და კონკრეტულად თვითონ ცხოველების გამრავლებაც. ახლა რაც შეეხება ცირკი, ეს გახლავთ მხოლოდ შოუ წარმოდგენა, სადაც ცხოველები აკეთებენ იმას, რასაც არ აკეთებენ ბუნებაში და სწორედ ამიტომ არის. ამიტომ ზოგადად ზოოპარკებსა და ცირკს შორის არ არის მაინც თბილი დამოკიდებულება. გასაგებია. ხო, არა, ზოოპარკი მეც მგონია რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მგონი გარეთ-გასვლავდა ხო კარებს აფხაჩუნას. რომ ერთი რაც თქვენ ბრძანეთ რომ ცხოველების აღდგენა ხდება პოპულაციის შენარჩუნება. ეს არის ზოოპარკის ძირითადი ფუნქცია. არა და ჩვენთვის მგონია ახლა მე პირადად ხშირად მგონია რომ მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვმა დიდმა რომელსაც არ აქვს საშუალება წავიდეს და რეალურ პირობებში ნახოს ცხოველი მოვიდეს და ნახოს აქ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ როდესაც ყველა დიდი პრობლემა არის ჩდება იმისგან, როდესაც ხდება რაღაცა გაუცხოება, ხო, რაღაცა როცა ვერ წარმოგიდგენია რა არის და არ იცნობ მას რა არის. სწორედ აი ამ დროს იწყება გარკვეული პრობლემები და როგორც რა თქვა, ხა ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის, როდესაც არ იცი, იმას აღიქვამ როგორც მტერს. ეს აი აქედან იწყება, ამიტომ ბავშვმა უნდა ისწავლოს ის რომ ისინი არ არიან მათი მტრები. ცხოველები უნდა ისწავლოს ისე, როგორც ისინი არიან. და ამ შემთხვევაში ზოოპარკი არის შეუცვლელი, იმიტომ რომ არსებობს ესეთი აი ყველა გზნობის ჩართვის, გზნობათა ორგანოს ჩართვის პრინციპი. ხო, ესეთი ის არის, როდესაც ბავშვი ხედავს ცხოველს, გზნობს მის სუნს, ხმას გებულობს და ასევე შეხებითაც, ნუ შეხება ცხოველს ვერ შეეხება, შესაბამისად არსებობს სპეციალური, ასე ვთქვათ, მულიაჟები, რომ ჩვენო როგორი არის სინამდვილეში. შეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გველებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრს წარმოდგენილი აქვს, რომ ეს არის რაღაც ლორწოვანი არსება და სინამდვილეში ესე არ არის. ამიტომ აი ეს ტაქტილური გზნობებიც ხო ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის ის რითაც ასე უნდა გაიცნო ცხოველი. მათ შორის მათი სუნი, ხო, მათი სუნი არის ისინიც გრძნობენ ჩვენ სუნს, რომელიც ასევე ალბათ არ სიამოვნებს მათ. ხა როდესაც ჩვენ არ გვსიამოვნებს ცხოველის სუნი, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკაცრავად ბინძურები არიან, არა, მათ ეგეთი სუნი აქვს. ეს სუნი არის ინფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი მატარებელი, მათ შორის თავიანთ სახეობათა შორის. ურთიერთობისათვის. ამიტომ ყველა სახეობას თავის სუნი აქვს და ჩვენ ან აღვიქვამთ კარგად, ან არა, ხო? ამაზე არა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი. და არ ჩავთვალოთ, რომ ეს ცხოველები არიან ბინძურები. არა, ისინი არ არიან ბინძურები, ისინი კომფორტული ქცევა, მათი ისინი, რა ქვია, ესეთი გასუფთავება იმისი, მათი ქცევის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც დაუნახია კატა როგორ იბანს თათებს და სახეს, რო გასაგებია. ყველა ცხოველი აკეთებს სხვადასხვანაირად ამას. ასე რომ ეს საგანმანათლებლო ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან იწყება და კიდე დავამატებ იმას, რომ რამ გამოიწვია გადაშენება ცხოველების.
ძალიან ბევრი სახეობის გადაშენება გამოიწვია, ყველა გამოიწვია ადამიანმა, მაგრამ ძალიან ბევრი სახეობის გადაშენება გამოიწვია ადამიანის ცუდმა დამოკიდებულებამ ცხოველების მიმართ, არასწორმა ინფორმაციამ, რომ მათ ეს აქვთ. ხაშან ვიყავით მე ელადო და ჩვენი მეუღლები პრაღის ზოოპარკში და აი ბავშვად ვიგრძენი და ბედნიერი ესე სახეგაბადრულები დავდიოდით და დღემდე გული გწდება რომ შვილები არ ყავდა იქ და ვერ ნახეს ჟირაფიც იყო და ძალიან ბევრი განსხვავებული ცხოველი იყო და უნდა ნახონ ძალიან ემოციური დადებითი ემოციებით არის სავსე ზოოპარკი ჩემი აზრით. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვიყავი, აი აფრიკული ცხოველები ისე იყო გაკეთებული ვოლიერი თუ გარემო რომ აფრიკული ნესტი იყო იქ რაღაც მცენარეები საოცრება იყო. ესეც უნდა იყოს, სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ თუ არ არის შესაძლებლობა, რომ ესეთი კეცაკო ძვირადღირებული არის, ამიტომ სხვანაირად უნდა გააკეთოს, სხვა ცხოველები უნდა გყავდეს. აი, როდესაც ჩვენ მაგალითად გეგმავთ, რომ რა ცხოველი გყავდეს, ამას აუცილებლად ღებულობთ მხედველობაში, რომ შეგვიძლია თუ არა ავაშენოთ ესა თუ ის ვოლიერი. ხა მაგიტომ არ აგვყავს ჩვენ ესეთ მაგალითად იგივე ტროპიკული მაიმუნები, რომელთაც ერთი გყავს, იმიტომ რომ ისიც ასე ვთქვათ დაახლოებით ისეთი სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენთან როგორც ეს ლომი ან დანარჩენი სხვა გზა არ იყო ასეთ შემთხვევაში. ამიტომ აი თუ დაგვიდევთ ჩვენ ყავს მაგალითად ბერბერული მაკაკები და პავიანები, რომელთაცაც ჩვენი პირობები არის ეს მაგიტო არ არის ალბათ ჩვენთან თეთრი დათვიც. თეთრი დათვიც მაგიტომ არის, თეთრი დათვი რომ ახსოვს ბავშვობიდან ქნა. ადრე იყო, ხო, მაგრამ ეხლა რაც ასე ვთქვათ ჩვენ შევცვალეთ, ასე ვთქვათ სტრატეგია, ჩვენ რაც გავხდით, ვთქვათ EASA-ს, ევროპის საკვირველთა ზოოპარკების ასოციაციის თბილისის ზღვის მშენებარე ზოოპარკის სრული წევრი არის, ოღონდ დროებითი ჯერ სანამ არ დამთავრდება, ეს წევრობის კანდიდატი გახლავთ, ჯერჯერობით მე ვნახოთ, მიუხედავად და სწორედ ამიტომაც ჩვენ მივყევით იმ სტრატეგიას, რა სტრატეგიაც არსებობს. ასეთ შემთხვევაში ცხოველს უნდა შეუქმნა შესაბამისი პირობები, სხვანაირად არ შეიძლება. როგორ ველოდები იმ ზოოპარკს ნეტა იცოდეს. ამიტომ როცა გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენ ავაშენოთ კარგი ტროპიკული სახლი, თავისი მიკროკლიმატით, თავისი მცენარეებით, რომელიც მრავალი მილიონი ჯდება. და იქ თბილისის ზღვის ზოოპარკში იქნება მაგის ფუფუნება? ისიც რა სურვილი გვაქვს, გეგმაში გვაქვს. ერთადერთი რაც არ გვაქვს, ეს არის ფინანსები. მისი არა მარტო მშენებლობა, შენახვაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ბატონო ზურაბ, აი ახლა უკავ ხედავ რაღაც ნახატია, რომელიც აშკარად არ არის ადამიანის ნახატული. სპილოს ნახატია. ანუ ეს ჩვენი სპილოები აქ ვინც ჩვენი პატარა სპილო, რომელიც ჩვენთან დაიბადა და შემდეგ იძულებული გავხდით, რომ გაგვეშვა ერევანში. და ჩამოვიყვანეთ სხვა მამრის სპილო, ესეც მამრი იყო და დედასთან მისი დატოვება სამწუხაროდ არ შეიძლებოდა. და ზოგადად მაიმუნების რო ხატავენ, ცნობილი მხატვარი მაიმუნიც არის. ყველა ცხოველი ხატავს. ყველა ცხოველი ხატავს. აი მაგალითად მე მაქვს ამერიკელებმა მაჩუკეს სელაპების მიერ დახატული. რას ხატავენ აჯერით ესეთი უფრო რაღაცა აბსტრაქტული იმპრესიონისტული ნახატებია, მაგრამ აი სელაპების ნახატზე აშკარად ვხედავ ორ სელაპს, რომელიც მიცურავენ სათხას, სამწუხაროდ აქ არა მაქვს. სპილოვრა დახატა. არ ვიცი რაღაც საჩუქრად გამომიგზავნა ეს ყველაფერი, ესეც მე მგონი მომლელები არიან. მისი მომლელები როგორ უვლიან სპილოს, დაგვირდებით ადამიანებს გვანან რაღაცით. ხო, აი ხლა 1-2 ფეხი აქ აშკარად აკეთას თვითონ სპილოა, მე მგონი, იმიტომ რომ რაღაც ხორთუმივით 4. ხო, შეიძლება. თვითონ როგორ უვლიან, შეიძლება ეს დახატა. ძალიან რთულია, ჩვენ ძალიან ბევრი არ გვესმის ცხოველების ისინი და ძალიან რაც უფრო როგორც გითხარით, აი ტექნოლოგია რაც უფრო განვითარდა, რაც უფრო შესაძლებელი გახდა გარკვეულში, მით უფრო მეტი ინფორმაცია გაჩნდა ცხოველების მიმართ. აღმოჩნდა, რომ მაგალითად სპილოებს აქვთ გარკვეული რელიგიასავით რაღაცა, შიმპანზეებსაც ასევე რაღაცებს აწარმოებენ, რაღაც რიტუალებს ატარებენ სხვადასხვა სიტუაციაში. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, რომელიც ადრე ესეთ ინფორმაცია არ იყო და უყურებდით როგორც ზოგ შემთხვევაში საყვარელს, მაგრამ სულელს, ზოგ შემთხვევაში სულელი ბოროტი და ასე შემდეგ ეს რაც არის. სინამდვილეში ეს ნამდვილად არ არის, მათ თავიანთი ცხოვრება და ყველაფერს ავრო დავნებთ, არც ერთი ცხოველი არ კლავს სიამოვნებისათვის ადამიანის გარდა. ნადირობას შევეხეთ. აი მაგაზეც დავსვათ კითხვა, რამდენად სწორია? იცით როგორ არის? იცით როგორ არის?
როგორც ძალიან რთული სათქმელია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ადამიანი იყო მონადირე, ხო? მისი ისტორიის დიდი ნაწილი მან გაატარა ნადირობაში. ეს საკუთარ შემორჩენილი არის დღეისათვის. ცუდია თუ კარგია, ეს რეალურად არსებობს. ნადირობა და რეალურად იარსებებს ყოველთვის, ხო? არსებობს რაღაცა, რის გამოც ძალიან ბევრს უბრალოდ წარმოუდგენია. მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკვე შემდეგ გარკვეულად ან ჩანაცვლდეს რამეთი, ან უნდა თვითონვე თქვას უარი ასე აკრძალვით, ასე ვთქვათ, დამუქრებით, იმითი ამით არაფერი არ გამოვა, პირიქით უფრო უარესი ხდება. და რაც თავარია, ნადირობა, მოპოვება არის საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გადაშენების საფრთხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და ძალიან ხშირ შემთხვევაში ნადირობა გამოყენებული არის, ხოლმე ეგრეთ წოდებული სატროფეო ნადირობა გამოყენებული არის როგორც კონსერვაციული ინსტრუმენტი, თანხების ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ასე შეიძლება აი სწორედ ისია დალაგებული, რომ ნადირობამ ნაკლები ზიანი მიაყენოს. ვერ ვიტყვით, რომ სულ ზიანო. გარდა ამისა, თქვათ, ეს იყო მათი ადამიანის საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ძალიან ბევრგან რჩება კიდევაც, ამიტომ ეს გათვალისწინებული უნდა იყოს. მე თვითონ არ ვნადირო, არც არასდროს არ მინადირია, მაგრამ რეალობა რაც არის, იმას უნდა თევზაობა? არ თევზაობა არ მიყვარს. ნადირობით არც ვინადირე, მაგრამ თევზაობა მეც მიყვარს, ნადირობით არ ვინადირია, კი, მაგრამ თევზაობა ძალიან. ვერც ვინადირებ, არ ამგონია რომ მომეწონოს და არ. ბავშვობაში ვინადირია შურდულით. არ შურდულით არ ვინადირია მე. სახელების დარქმევა როგორ ხდება? წეგან კი ვთქვით ცოტათი, მაგრამ მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, გლებს ერქვა ლელა და ნათია და ცოტათად როგორ ერქვა. არა, ეს როგორც ჩვენ თორ ვარ ხოლმე რაღაც ისეთი სისტემა არ არსებობს, ზოგ შემთხვევაში გვინდა რომ რაღაცა ესეთი დავარქვათ, ან საიდანღაც, ან რაღაცა ხაზი გაუსვათ მათ საიდან არიან და ესეთ შემთხვევაში გაჩნია რას გავითვალისწინებთ. ასე რომ რამე კონკრეტული ისეთი რომ სახე აი რაღაცა თუმცა ზოგან არის ესეთი რომ სპეციალური რაღაც სისტემა არსებობს, მაგალითად ანბანების, მშობლების სახელებიდან გამომდინარე, არის ჩვენ არ აქვს ესეთი სისტემა. ამას მოწრაფია. ამას ქვია ბიმბო. მოფერება უყვარს აშკარად. წეგან იაპონია ვახსენეთ. აი იაპონიაზე პირველი როცა იაპონია და ცხოველი ერთად ხდება, მახსენდება ჰაჩიკო. არ არსებულია, ეგ არ გაიხსენეს ალბათ ადამიანს და მსგავსი ისტორიები თუ არსებობს სხვა ცხოველებში. არა, რა თქმა უნდა არა. მარტო ზაღლია. ხო, ის მარტო ზაღლია ესეთი, ზაღთან არის. თუ კატებსაც აქვთ ეგეთი ისტორია, მათი ესე ვთქვათ, სახეობათა შორისი ურთიერთობები კი. აი, უფრო ეს არის ის რომელსაც ბუნებრივიდან ამოღებულები არ. ზაღლმა განიცადა, ვთქვათ, მოშინაურებული მგელი გახდა, მისი სოციუმი გახდა ადამიანი ძირითადად და სწორედ აქედან გამომდინარეობს ის დამოკიდებულება, მათ ძალიან შეიცვალეს ქცევა. არა მარტო ქცევა შეიცვალეს, არამედ მათ აი ფაქტიურად არყებს. ძალიან ის ყეფა შეუძლია მას, მაგრამ არყებს. ყეფა არის მაგალითად და წყბუტონი ლეკვების მიმართ არის, მაგრამ აი ყეფა არის კომუნიკაციის შესაძლებლობა ადამიანთან. მათ ეს გამოიმუშავეს და ეს ვთქვათ ამას აკეთებენ ისევე როგორც კატებში, ხო? ეს კნავილი, ისინი ერთმანეთს ასე ვთქვათ არ უკნავიან კატები. ესეც ადამიანის მიმართ არის, ანუ მთელი შემუშავებულია ქცევების მთელი კომპლექსი ადამიანთან ურთიერთობისათვის. ამიტომაც, რომ ადამიანი მათი ასე ვთქვათ სოციუმის ნაწილი გახდა და სწორედ აქედან გამომდინარეობს. თუმცა აი მაგალითად აქ იყო ადრე თბილისის ზოგაში, მე მაშინ არ მუშაობდი 90-იან წლებში, როდესაც ძალიან რთული სიტუაცია იყო, ჰქონდა ძალიან დიდი მეგობრობა კატას და თეთრ დათვს. იმას როცა იყო შიმშილობა, ეს კატა შედიოდა სამთარში და თეთრ დათვზე ეძინა. და თეთრი დათვი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამხდარი იყო და კვირეობით შიმშილობდნენ, არ უხლია ხელი და როცა თეთრი დათვი მოკვდა, შემდეგ კატა დაიკარგა და რამოდენიმე დღის მერე დაბრუნდა, შევიდა ინვოლიერში და ისიც მოკვდა იქ. ისტორია და რამზიმე ისტორია. კი, ძალიან მძიმე პერიოდი იყო მაშინ კიდევაც და მე ჩემი კატა გამახსენა ეხლა არაფერი მოვისე. მე ხვალ ჩაიხუტები, ხო? მე მყავს სურამში კატა, ისიც ასევე ნაზიკოა, ჩვენთან კატები რაც ყავდა, ყველას ნაზიკო ქვია, რომელსაც განსაკუთრებით სწორება აქვს მამაჩემზე. არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ აი სამსახურიდან რომ მოდის მამა 5-10 წუთით ადრე სანამ უნდა მოვიდეს, ჯდება კარებთან და ელოდება. ნაზიკო რო კარებთან ჯდება, ვიცით რომ მამა უნდა მოვიდეს მალე და მამა რომ მოვა აუცილებლად ხარზე დაჯდება და სის იქ
დაიძინებს მამა, დაუწובה გვერდზე, დაადებს თავს და ესეც აი სხვა აღარავის ეკარება. ესეც ერთგულებაა ერთგვარი იმის მხრიდან. ხო, ერთგულებაა და თან მათ მიმართ ასე ვთქვათ სითბოს გამოხატულებაც არის. და მე მყავს ორი კატა მყავს სახში და ორი ძაღლი და კატებს როგორც ჩემი კატებს განსხვავებულად იქცევიან. ოჯახის არც ერთ წევს ატოვებენ უყურადღებოდ. ხანვისთან. ხანვისთან. მაგრამ ჩემზე აქ ასეთი აქცევ. კი, ეგეც არის ხოლმე ვიღაცა ყავს არჩეული, რომელსაც განსაკუთრებით ენდობა ასე ვთქვათ და განსაკუთრებით უყვარს. ბატონ ზურაბ, ახალი წლის დღეებია და დიდი ალბათობით ბევრი ადამიანი მიიღებდა საჩუქრად, რა ვიცი, კნუტებს, ლეკვებს. რა რჩევას მისცემდით ასე? პირველ რჩევას მისცემდი იმას, რომ თუ მათ არ აქვს შესაძლებლობა რომ ყავდეთ ეს ცხოველი და ცოტა ხანში მოუწევთ მათი გაჩუქება, არ აიყვანონ ესეთი ცხოველი. იმიტომ რომ ცხოველი სათამაშო არ არის და ისინი ძალიან განიცდიან თუნდაც იმას, რომ აი არის კიდე ძალიან ხშირი შემთხვევა, აი აყავთ მაწაწალა ძაღლი მაგალითად, შემდეგ უკვე და ვერულიან ან უნდათ გაჩუქება და ვერ აჩუქებენ და ისევ აბრუნებენ უკან ბუნებაში. ამას ჯობია საერთოდ არ აიყვანო, იმიტომ რომ როდესაც შენ აკყავს ხო მათ უქმნი გარკვეულ ბოლოდინებს ხო და შემდეგ მათ იმედგაცრუებაც შეუძლიათ. ასე რომ მათ იმაზე ანუ ისინი არ არიან მექანიზმები, ისინი ძალიან მათ აქვთ ემოციები და ამ ემოციების გაცილებით უფრო მეტად არიან ემოციებზე დამოკიდებული ვიდრე მაგალითად ჩვენ. ერთ კითხვას კიდე დავსავალ. თუთიყუში ყავს სახში. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჭიკ-ჭიკს ვერ გაცდა. რამე მექანიზმი არსებობს რომ ამამეთყველო? რა თუთიყუშია? აი ისე ტალღოვანი ყავს, ტალღოვანები საუბრობენ. ხო, ტალღოვანები საუბრობენ კარგად, ეთყობა ასაკოვანი შედარებით რომ მოზრდილი აიყვანეთ. დაახლოებით 2 წელიწად ნახევარ 3 წელია ყავს. ხო, არა, თვითონ რამდენი რა წელს რამდენი იყო. თუ როგორ არის, თუთიყუშები იწყებენ საუბარს, როცა მარტო არიან. ესეც არის ასე ვთქვათ, რაღაცნაირად სოციუმში შესვლის ცდელობა, თორე თუ მაგალითად ჯგუფში იყვნენ ეს თუთიყუშები, ისინი ლაპარაკს არ იწყებენ. თუთიყუში მარტოა, მაგრამ აიც უთყვა და არის. ხო, ალბათ თავიდან მარტო არ იზრდებოდა. ხო. ხო, პატარა ასაკიდან იწყებენ დასწავლას და შემდეგ უკვე ლაპარაკობენ. თუმცა ზოგიერთი მერეც იწყებს, ესეც ინდივიდუალურია. ხაშლამას რომ მარილი დააკლდება, ალბათ მერე იტყვის რამეს. ხო, შეიძლება. ერთ ამბავს მეც მოგიყვებით რა. სახლში მყავდა ნიმფა კორელა თუ ხო სწორად მომდა ტალღოვანი სხვადასხვა გალიაში ძალიან დიდი ხანი იყვნენ ესე ერთმანეთთან და ჩემ მეგობრის ბავშვს გარდა მოუყვდა ეს ტალღოვანი შემეცოდა ტირო და ძალიან განესია და წაუყვანა ეს ჩემი ტალღოვანი. მესამე დღეს დამირეკა იმ ჩემმა მეგობარმა ეხვეწებიო წაიყვანეო საჭმელი არ შეჭამა არაფერი და ამ ჩემმა კორელამაც პირი არ დააკარა არაფერს. როგორც კი დაუდგე ესე გალიები ერთად, ორივე მისო დაიწყო ჭამა და ის რა აი ეს მე რო შემემთხვა და ის ძალიან ემოციური იყო და გამიკვირდა და ხო ეს რატომაც ჩვენ წარმოგვიდგენია რომ მათ ემოციები არ აქვს. წინამდეში მათ ძალიან აქვს ეს ემოციები გამოხატული და როგორც გითხარით ემოციები გაცილებით უფრო მათი ქცევა ემოციებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ვიდრე ადამიანის ხო იმიტომ რომ ადამიანს კიდე აქვს სხვა ისინი. აი ყველა ისინი როგორ ხდებიან თქვა ცხოველები ერთმანეთს ძალიან საინტერესო სანახაობა, ნუ არა მარტო საინტერესო სანახაობა, ეგაში გავიგებთ. აი მაგალითად, მე მყავს 2 აკიტა და 2 კატა. და როდესაც ძაღლი შემოდის სახში, ეზოში გადის და ბრუნდება, უნდა ნახოთ როგორ ხდება კატა. გახარებული, როგორ ესალმებიან ერთმანეთს აუცილებლად მიესა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი იყვნენ დაშორებულები, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად მინდა გავიხსენოთ ის ტრაგიკული ამბავი, რაც 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. თქვენც რომ მოგვიყვეთ, როგორ დადგა ფეხზე იმის მერე ზოოპარკი, რა განიცა და დანაკლისი და ასე შემდეგ, რა იყო ეს? დანაკლისი ძალიან დიდი იყო, დაიხუპა დაახლოებით 300-მდე ცხოველი, ყველანაირად არ გავარჩევთ ეს, თქვა რა ზომის ცხოველი იყო და როგორ იყო, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, 300 ცხოველი დაიღუპა, 3 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა ტერიტორიის ნახევარზე მეტი და ეს შესაძლებელი პირველი რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს იყო ხალხის მხარდაჭერა და ხალხის გვერდში დგომა აი პირველი წუთებიდან მოყოლებული. როდესაც უბრალოდ აი მოყვარულები დასახმარებლად მოვიდნენ მანამდე სანამ მოვიდოდნენ ისინი, ვისაც ეს ოფიციალურად ევალებოდათ. და გარდა ამისა, შემდეგ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ზოოპარკებმა, ევროპის ზოოპარკებმა, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების ზოოპარკებმა.
ეს ცხოველებით თუ კი, არა მარტო ცხოველებით, აი მაგალითად ჩეხეთისა და სლოვაკეთის ზოოპარკების ასოციაციები გამოუშვა, ხალხად ჰქონდათ ესეთი გამოცდილება, ხო, აქ უამრავი დაღუპული ცხოველი იყო, ხო, გარშემო, რომელიც გასატანი იყო და სამუშაებელი იყო. მთელი ჯგუფი გამოუშვა თავიანთი ხარჯებით თავისთავად, რა თქმა უნდა. იყო ძალიან დიდი დახმარება, მაგალითად ისრაელის ზოოპარკებმა მედიკამენტები გამოგვიგზავნეს, მათ შორის იმობილიზატორები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ესე არის შოვება ეს წამლები, ასე თქვა, აფთიაქში ვერ მიხვალ, ვერ იყიდი, ეს უნდა სპეციალური პროცედურების და ნუ ჩამოგვიტანეს და რაც მთავარია, შემდეგ უკვე ცხოველები ამერიკიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც გვეხმარებოდნენ ძალიან ბევრ საკითხში. იყო მემფისის ზოოპარკიდან, სენტ-ლუისის ზოოპარკიდან, შემდეგ უკვე დაიწყო, ასე თქვა, ჩვენი აღორძინების პროგრამა ევროპის ზოოპარკებისა და ანუ ევროპის ასეთი არის ორგანიზაცია ზოოპარკების გაერთიანება, ევროპის აკვარიუმის და ზოოპარკების ასოციაცია, რომელთა ძალიან დიდი მოძრაობა იყო მათ შეაგროვეს ფული, მოაგროვეს ცხოველები ჩაიყვანეს ერთ ადგილზე და იქიდან გამოგვიგზავნეს ჩვენ. ესე მოხდა იმისი აღება. ისე რომ ჩვენ არც მიგვიღია ამაში ყველაფერი მონაწილეობა. ყველაფერში გვეხმარებოდნენ. დიახ. სიმბა როგორ იქნება? რთული პერიოდი აქვს. ის რას პრობლემები აქვს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მას, მაგრამ ახლა რაღაც ისეთი კატასტროფული დრო, იმედი გადაწყვეტილები ვიყოთ, არა, რა თქმა უნდა, სახედია, უბრალოდ თუ არ მივხედეთ, ეს პრობლემები შეიძლება ძალიან გართულდეს. აქვს რაღაცა აქვს რახითის ნიშნები, აქვს კუნთოვანი სისტემის დისტროფიის ნიშნები, ახლა პატარა, ასე ვთქვათ, პნევმონიის ნიშნებიც აქვს, ასე რომ ისახედია, მაგრამ ისეთი კატასტროფული არაფერი. თუმცა იყო, როცა მოეძღვა შეგვაშინა ძალიან. დასასრულისკენ მინდა კარგ ნოტაზე დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, არაერთი კურიოზი იქნებოდა ზოოპარკში. 1-2 რომ გაიხსენოთ. ცით რა, როდესაც ყოველთვის მეკითხებიან, რომ კურიოზი გაიხსენე, ყველა მავიწყდება ხოლმე ერთდროულად. როგორც წესი ესეა ხოლმე, რა თქმა უნდა, კურიოზები ხშირად იყო ხოლმე. არ მახსენს სასაცილო ცხოველი რომელია ისე? ალბათ მე მგონია, რომ მაიმუნი იქნება სასაცილო ცხოველი. აი უცნაური ქცევები რო კონდეს. ხო რა, ზუსტად რა ხან ბოლოს რაც ხონდა მაგალითად მაიმუნებთან ურთიერთობა პავიანებთან სულაც არ იყო სასაცილო იქ ის ძლივს გადავრჩია ასე თქვა და საკმაოდ სახიფათო ცხოველები არის მაიმუნები ჩვენთვის არიან ისინი რადგანაც რაღაცნაირად ადამიანის პაროდიას გვაგონებენ თორე სინამდვილეში ის ჩვეულებრივი ასე თქვა ძალიან სერიოზულად იქცევიან ხოლმე თუმცა არიან ცხოველები რომლებიც აი მაგალითად გეხუმრებიან რომელი აი წყალდიდობის შემდეგ მაგალითად გვეხუმრა ბეჰემოტი როდესაც როგორ არის? კარგად, შვენივრად არის. ხო, მაგრამ აშკარად გაგვეხუმრა, იმიტომ სხვა რა დავარქვათ, არ შეიძლება მე და ვეტექიმი ირაკლი მოვდიოდი და დავინახეთ, რომ ბეჰემოტს წყალში ტივტივებს უკვე ექსპილოს ვოლიერში იყო, ეს არის მესამე დღე თუ რაღაც წყალდობის მერე და მივედით არ ინძრევა. მოუარეთ ეგეთან წყალი შეგვასხა. ახლა სხვა რა უნდა დავარქვათ ება და თუ არა ხუმრობა. ხო, თუ არა ხუმრობა, ხო? ასე ცხოველები ხუმრობენ კიდევაც. სიცილიის ის რომელიმე ცხოველმა? ისეთ რა, კი ღიმილი აქვთ, რაც ამას გამოხატავენ ხოლმე, რაღაცა დადებით ემოციებს, ეს უკვე უფრო მაიმუნები გამოხატავენ და ზოგ შემთხვევაში აი მაგალითად ძაღლებსაც აქვთ ხოლმე, როდესაც იღიმებიან, აფთარი იღიმება. ხო, მაგრამ ეს ღიმილი არ არის რეალურად. ეს ღიმილი არ არის, რომელიც უნდა იყოს, რომელიც ჩვენ გვიხარია. კიდევ ერთხელ მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს 2025 წელი ესწრეთ ჩვენ ზოოპარკს გადასარევი გარემო არაჩვეულებრივი ცხოველები და რაც თავარია მზრუნველი ხელი რომელიც ეთყობა ყველა ცხოველს და შემოსვლისთანავე ბავშვები ხდებიან მედნიერები. ხო, მზრუნველი ხელი ეთყობა კი. და მადლობა ჩვენს მხარდამჭერ სექტორ დესამს არაჩვეულებრივი პურებისთვის და გვერდში დგომისთვის. შეიძინეთ სექტორი დესამის პურები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. უღრმესი მადლობა და დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ დრო დაგვითრეთ და პირველ რიგში იმისთვის რასაც აკეთებთ ბატონო ზურაბ ბევრი წარმატება თქვენ. და ლომს რო შევეხი ყველაზე მაგარი იყო. მე არ შევხები ვარ, მაგრამ ცოდვა ეხა ძინოს არ შევაწუხე. ნუ შეიძლება ის გადავუსვათ. ძალიან დიდი მადლობა.